სალამი გოგოებო და ბიჭებო, მე მგონი ჩავართ და მე მგონი ჩანვარ, როგორ გიკითხოთ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ. მოკლედ, ჩემო კარგებო. მოვედი. და რა არის ჩემთან ახალი და საინტერესო? თან ვიჭორავთ და თან საქმე. დავიტენიანე და სახში ვარ დღეს არსად არ გავდივარ 20%-იანი დაცვის SPF-ით გავიპოხავ სახეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბუბუკა არის ბრძანდება აივანზე. ბავშვები არიან ტყემლის ხეზე, ნუ შაბათი დღეა და სხვას რას გააკეთებენ, ბავშვები უნდა აცოცხლდნენ ამ ტყემლის ხეზე. დამჟავდნენ, მოკლედ ბავშვები მაგ ტყემლის ხეზე, ტყემლის ჭამით. თან თელაგარეში მოიყინა, მარტო ეგ არ მოიყინა, ამ ორ კორპუსს შორის რო არის მოქცეული. აი ესე, ჩემო კარგება, წავისვი და მოგიყვებით ახლა რა ხდება ჩემთან. გავიდეთ აივანზე. ბუბუ ძალიან გეხვეწები, ნუთხრი რა, მოიცა ერთი კვირა მოიცადე. ბუბუმ რაღაცა ჭუჭრუტანები იპოვა და თხრა დაიწყო. ამოვლესავთ, ყველაფერს ამოვლესავთ, დავაგებთ, ყველაფერს კარგად მოვაიმასვისავთ, მოვაწესრიგებთ. მოდი ჩემთან, მოდი, აი ეს. დღეს დავივარცხნეთ და ნახეთ რა ფუმფულები ვართ. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ბუბუ, პირი რო გაქვს ქვიშიანი, არ მომაგრე ქვიშიანი პირი. ბავშვები არიან დაბლა ხო? შენ შემოგევლე. მოკლედ ჩემო კარგებო, ზუსტად გუში რომ ლაპარაკობდი იმაზე, თვალის ექიმზე, აი როგორ თქვა არ ვიცი. აი რაზეც ბევრს წუწუნებ, აუცილებლად ის გახდება. ანუ იპროგრამებ იმას რა ქვია, რაზეც ლაპარაკობ და რაზეც უარყოფით ემოციას გამოხატავ, ეგრევე გისრულდება. წუხელის სადღაცა 11 საათისკენ დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამას თვალში ჩავარდნია რაღაცა. ვენახზეო ესე რაღაცა გაასწორავ, იმ შუაღამისას რატო ასწორებ და არ ვიცი მე. ესე იცის ხოლმე, ძილის წინ შევახოლმე და გავახოლმე გარეთ და ნახავს, კარი არის თუ არა დაკეტილი, ონკანი ხო არ წვეთავს, რაღაცა იქითური, აქეთური, ჭიშკარდა რო ძაღლია, იმას შეეხმიანება და მე შემოვა დაწובה დაიძინებს. და ესე რომ გავიდა, რაღაცა შუქზე დაინახა იქ იმაზე ვენახზე და ასე აიწია და ჩაუვარდა თვალში რაღაცა. რაღაცა ფოთოლი მოწყვიტა თუ რა გააკეთა არ ვიცი. სუზე უბნები ხოლმე კისერი არ გაგიშეშდეს მეთქი, სულ ვენახს უყურებს აი ესე, აწეული თავით. ხო და ჩემო კარგებო, ძალიან აწუხებს, აი ტკივაო, რასაც ხიაო. იმ შუაღამისას საწავიყვანდი. ერთადერთი ვარიანტი იყო გამომეძახა სასწრაფო. რას გააკეთებდა სასწრაფო? თვალს ვერ ამოურეცხავდნენ. წაიყვანდნენ სამავთყოფოში იქნებოდა მორიგე ექიმი და თვალის ექიმის მოსვლამდე კაცმა არ იცის რას იზავდნენ. ამიტომ დაწვა დაიძინა და მე დავტრიალდი ამ ღამის 11 საათზე, შევაწუხეთ ჩემი ნაცნობები, მეგობრები, რა ვიცი, სულ ყველა და გამირკვიეს მოკლედ, რომ ქარელის ძველ საავადმყოფოში, ძველს იმიტომ ვამბობ, რომ ახალიც არის იქ აშენებული, ძველ საავადმყოფოში არისო ძალიან კარგი თვალის ექიმიო და გამახსენდა, რომ ამ ექიმთან დედა ჩემი ყავდა, ჩემ მეგობარს, თუ არ ვცდები, მე რო იტალიაში ვიყავი მაშინ. ჩაარბენინა უცბად თვალში ქონდა რაღაცა ჩავარდნილი და ამოურეცხეს. და მახსოვდა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრის მოგვარე იყო. ხო და ჩემი მოგვარეაო, მითხრა და დედა შენ ჩავიყვანეო დღესო, უცებო თვალი გამოურეცხესო და ესა რა ქვია. კარგად არის. მოკლედ იმ ქალის კოორდინატები გვინდოდა, დედა ჩემ შენახული არ ქონდა, არა და მე მახსოვს რომ ქონდა ამ ქალის ნომერი, მაგრამ სად არის კაცმა არ იცის. ამ ქალის გამიგეს ნომერიც, მისამართიც, ყველაფერი შაბათ-კვირას სახლში იღებსო, გაახარებს ღმერთი. რა კარგია რომ სახლში იღებს. აი რა კარგია რომ სახლში იღებს. ახლა მისამართიც მაქვს, ნომერიც მაქვს, სახელიც ვიცი, გვარიც ვიცი და განრიგიც მუშაობის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დილით სადღაცა 7 საათისკენ
მას რა ქვია, ამოვარდნია მამას თვალიდან ის რაღაცა უცხო პატარა სხეული. ანუ ეტყობა ძილში, ეტყობა იცურა სადინრისკენ, ეტყობა ჩაეცრემლა და ამოვარდა. ფიზიკურათაც კი ვნახეთო, პატარა ყავისფერი წერტილი იყო. აი ვენახს რო ის აქვს, ვენახის ხეს თვითონ პანს რო ქერცლები აქვს, როგორც ჩანს აი მისი პატარა ეს იყო ფრაგმენტი, მე ესე მგონია. თუმცა შეიძლება მილიონი რაღაცა ყოფილიყო. აი იმისი ამოვარდნაო და მოშრება ერთი იყო, აი აბსოლუტურად არანაირი დისკომფორტი არა აქვს. მაინც წავიყვანოთ მეთქი, მე ვიძახდი, იმიტომ რომ დილით მე უკვე მზად ვიყავი, მანქანიან ჩასაცმლიან, ქეშიც კი გამოვიღე. ბანკომატიდან გამოვიტანე ქეში სახლში რო იღებს ადამიანი შეიძლება ტერმინალი არ კონდეს კი არა და უბრალოდ არ წექნება, ხო? ხო და არაო დედამ მითხრა, არაო არ წავიდეთო და ეხა იმის შემდეგ რამდენჯერმე დავრეკე და ყველაფერი კარგად არისო, არ მივდივართო. ყოველ შემთხვევაში მე მზათა ვარ და ესე რაზეც ვილაპარაკე მოკლედ პრეტენზიით და იმითი და მართლა გრძნობით ესე ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები პრეტენზია უნდა გამოთქვას ადამიანმა თანაც ემოციურად კი იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა გამოასწოროს ან არ უნდა მოითხოვოს ამისი გამოსწორება მისგან ვისაც ეს ეხება არ უნდა იცოდეს თვალი უნდა დახუჭოს და უნდა იძახოს რომ ყველაფერი კარგად არის არა ეს ემოციურად არ უნდა ჩაერთო ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ეს ხდება ყოველთვის აი რასაც გაურბი ვარ ხოლმე და რაც არ მინდა და რასაც ბრაზობ ის ხდება და ნათქვამიც ხო არის რომ ვირსო პიტნა ეჯავრებოდაო და გამოდი გენაცვალე რა საკეთებს მომჭკნარი ფოთლები დაითრია სუკულენტების დიდი მაცაცერა ცხოველია ჩემო კარგებო რა ქნა იცით დღეს არც მეტი და არც ნაკლები ჩემ ახლად დალაგებულ საწოლზე დააკურკლა აი ესე ეტყობა მუცელში დაუარა ეტყობა რაღაცა დისკომფორტი ქონდა ნუ ხანდახან ხდება ხოლმე ხო და რადგან დისკომფორტი ქონდა და ტკიოდა ან რაღაცა ესეთი არასასიამოვნო იყო გადაწყვიტა რომ ძალიან კომფორტულ ადგილას აი ეს არის ძაღლი განსაკუთრებით ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ეს არის ძაღლი და ეს არის ცხოველი სახლში აი როგორც ბავშვს ვერ ეტყვი რომ რატო აგერია შენ აქ გული რატო აბაზანაში არ შეხვედი ნუ ხო ვერ ეტყვი ამას წლინახევრის ბავშვს სადაც ცუდად გახდა იქ აერია გული ხო ისე ძაღლსაც ვერ ეტყვი რა ვქენი მე რა თქმა უნდა გადასაფარებლიან რაც გასვრილი რაც არ იყო ისიც კი თუმცა გასვრილი არც არაფერი არ იყო ლაქაც კი არ ქონდა მაგრამ ახლა როგორ გავაჭერებდი და ის გადასაფარებელი ის თეთრეული ის ყველაფერი აბსოლუტურად მატრასის გადასაფარებელი ხელოვნური ბალიში ყველაფერი შევყარე სარეცხის მანქანაში მადლობა ღმერთ 7 კილოა 7 კილოიანია შევყარე და დავატრიალე ეხლა საცა გამოვა და გავფენ კაი მზეა ისეთი წვიმები ეწერა გუშინ და რა ერთი ორი წუთი წვიმდა რა მსხვილი წვეთები გადმოგვაყარა და გაჭერდა ბუბუშა გამოჯვერი მაქედან სიხარული რა ხდება კიდევ ჩემთან ახალი გამეხარდა რომ მამას ყველაფერი კარგად აქვს ასევე დედასაც გაუხარდა თან მით უმეტეს რომ დღეს სტუმრებს ელოდებიან მე ამ ჩემი გადამდები ყაყურის გამო ვერ მივალ საფრთხეში ვერ ჩავაგდებ ვერავის დედა ჩემის დაქალი და იმისი შვილი ჩემი დაქალი მიდიათ ჩემთან იქით სტუმრად და ამ ჩემ დაქალს არა აქვს მოხდილი შვილს არა აქვს მოხდილი და მე არ ვიყო გადამტანი ხო და არ წავალ ამაგეროთ კარგ დროს გაატარებენ ღომს აპირებენ წიწილას ახალი ტყემლით და იუმორის გზნობა არც ერთ არაკლია და იცინებენ და იხალისებენ ყველანი ერთად მე რაც შემეხება საჭმელს თავი მოვაბი ლობიო დავადგი მოსახარშად მივრეცხე დავგავი ავწმინდე როგორც გითხარით გადავატყავე სარეცხი შევყარე ახლა გავფენ და
ერთი დიდი ყუთი მაქვს, მოგეხსენებათ მე კარადები არ აქვს, ერთი დიდი ყუთი მაქვს და ის ყუთი უნდა დავშალო და მოდით დავშალოთ ერთად. აღარც მახსოვს რა არის იმ ყუთში. ყოველ შემთხვევაში ზაფხულის ჩასაცმელი მაკლია, ერთი შარვალი მაკლია, რომელიც ძალიან მოსახერხებელი, თხელი გრძელი შარვალია. სხვა შორის თქვენთან ერთად ვიყიდე ჰუმანაში თბილისში. რო შევედი იმაში მოსაზომებლად, თქვენს გაჩვენეთ. ასე. გუშინ ნახეთ შილაკი მოვიცალე და მოვისრორე ისე, რომ არავითარი დაზიანება არ მიმიყენებია ფრჩხილებისთვის. მივხვდი როგორც კეთდება. ხო და ცოტა ხანი მინდა რომ დავასვენო, სულ ცოტა ხანი. ახლა არის ბანკეტობანა და ადგილები არა აქვთ გოგოებს. და მეც არ მინდა ცოტა ხანი, რადგან ეს შილაკი მოშორებული მაქვს. რაც შეეხება პედიკიურს, არიქა სეზონი მოვიდა მეთქი და ჩვეულებრივი ლაკი წავისვი. ამას წინათ ვიყიდე, გაჩვენეთ კიდევაც იისფერი. ხო და ასე რომ ფრჩხილების ამბავი მოგვარებული მაქვს. წავიდეთ ახლა და მივხედოთ ყუთს, იცით რა მხელა ყუთია? რისი ყუთია? მაცივრის არის? არა, მაცივრის არ არის, სარეცხის მანქანისაც არ არის. მე მგონი წყლის გამაცხელებლის არის. და წყლის გამაცხელებელი მოგეხსენებათ მე ეს მაგ ასლიდრიანი. ციტი მოფრინდა, ციტა ბეღურა მოფრინდა. ბუბუკი ვერ მიხვდა ეს ბოთე. სადარბაზოში მერცხლები მოვიდნენ უკვე, არის ერთი ჭყიპინი, ერთი ამბავი. მე ძალიან მიხარია და ჩემ რამდენიმე მეზობელს არ უხარია ესაო, რა ქვია, სურიანო აქაურობას. პრინციპში მართლები არიან სურიანო. მაგრამ მაგის გულისთვის ახლა ვერ გავყრიმე ამ მერცხლებს, კარგად არიან ძალიან როგორც არიან. ძალიან სიამოვნებს ეს აივანი, აი ძალიან. პატარა მაგი და გამომაქვს. აქვს მივერთმევთ ყავას, აქ ვაბირჟავებთ, ასიკო შესვენებაზე აქ გამოდის, ის კი არა და იმასაც ვფიქრობ. მუშაობას კი შეუძლია აქ. მე მგონი შეუძლია მუშაობა. გადავინაცვლოთ ყუთთან, ძალიან კი მეზარება იმისი დაშლა, მაგრამ მე ვიცი იქ ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ. წამოდით. კიდე გაირო თქვენთან ერთად ვაკეთებ, თორე ძალიან დამეზარებოდა. მე მგონი გავასწორე კამერა შემოგარგება. ბუბუ შემოვიყვანე შიგნით, იმიტომ რომ იმისი რა ქვია, ბარაქის ხის ძირის ჭიჭკნა დაიწყო. ნეტა რა ქვია, მაქვს უკულეთ ბარაქის ხეს რო გავიძახით. მე გავიძახიყო. რა კარგი სურნელი აქვს ჩემი სუნამო, სადაც ნეტა ჩემი ეს სუნა. სადღაც უნდა იყოს. ჟაკეტი. არ გახვიდე, არა. ისური ფეხებს, ცხვირპირს, გაჩერდი. ჟაკეტი გაზაფხულისთვის. ეს არის ჟილეტი. ჟილეტი. იყოს ეს მშვენიერი ჟილეტია, მერე რა რომ პატარა მაქვს. მერე რა რომ კლავების ვარჯიშები მაქვს გასაკეთებელი. მოკლედ, ეს არ არის სეზონი, ყველას მოზონება ხა ძალიან მეზარება. პატარა ჭუჭრუტანა დავტოვე. ჟაკეტი. ეს არის მაისური და კაბები. ამ სეზონის არის, თუმცა რაზე და როგორ ჩავიცო არ ვიცი. ესეთ თეთრი მაისური, წელს არ მინდა მაიგ თეთრი მაისური. ეს ჩემი. ხალათი. ხალათებს ხმარობთ. მე ისე რა. ზამთარში ძალიან იშვიათად. ესეც ჩემი შეფის. ეს არის სულ ახალი პერანგი შეძენილი, რომელსაც აი აქ რაღაცა წერტილი და ესეც არ არის სეზონისთვის მომეწონა, უჯრები მომეწონა.
ფერი დაუჯრები მომეწონა და ვიყიდე. ჟილეტი რა თქმა უნდა ახლა არ დინდა, ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი პოლო, მაგრამ არის პატარა, ანუ ვიწრო შარვალი შევიძინე სადღაცა ფასტაკლებაზე შევიძინე ერთლარად მე მგონი იყოს ეს შარვალი სულ საჭიროა. აი ამ სარაფონს ამოვიღებ. ამ სარაფონს არა აქვს ზომა. არაფერი არა აქვს. თავრე ჩამოგეცვას. და ძალიან სასიამოვნოა ამ სეზონისთვის. ხო და აუცილებლად გადავდოთ და ვიხმაროთ თეთრი პერანგი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ სავარჯიშო მაისურები. ბუბუშპალი ასხევს. იმიტომ რომ მე რომ მას დავიწყებ, ჩამოხევას რომ დავიწყებ აქ რემონტს, არ გამიჭირდეს. მეხმარე. ოჩახ. ერთი-ორი დღე იყო აივანზე ჭკვიანად და გააფრინა. ეს სავარჯიშო მაიკაც აწაწუნა. ეს არის ჩემი უსაყვარლესი კომპანია Jessica, რომლის პერანგებიც მე ძალიან მიყვარს. ეს პერანგი შევიძინე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიწრო მაქვს, გამომადგება. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი კომპანიაა თქო, ზამთრის ღამის შარვლები, ესეც მაისური, რომელიც წელს არ უნდა ჩავიცვა, ესეც ჟაკეტი, ესეც ზამთრის ზედა. აი ხა საერთოდ ვერ მივაგდება თავში. რანაირად გვაცვია ხოლმე ეს სითბოები. ესეთი ლამაზი შალი მაქვს, შალი კი არა, რაღაცა პლედი. რომელიც ერთხელაც არ მიხმარია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ბუბუსა ყოფას უდირებს. წინა ცხოვრებაში ვიყავი ლაზეროთერაპიისტი და თეთრი ისა მაქვს, თეთრი ხალათი მაქვს, სპეციალურად 13 წელი. ასე. ეს რა გვაქვს ჩვენ აქ? ხო, ეს ძალიან კაი რამეა, ესეც Jessica-ა სხვათა შორის. ესეც კომპანია Jessica. ერთ სულ მაქვს როდის ჩავეტევი ამაში. ჩატევით ვეტევი, მაგრამ ვარ ძალიან სასაცილო და მე არ მინდა რომ იყო სასაცილო, მინდა იყო როგორც სიმპათიური ქალი კოსმონავტი. ესე იგი ჩვენ ვეძებთ რას? სარაფანი ვიპოვე და ვეძებ ორ შარვალს. ერთი არის მთლიანი ჭრელი და მეორე არის ქვედა თეთრი ცისფრით. ეს ასე. აი რა ემართება ადამიანს, ძალიან რო სუხდება, აი რა ხდება. ქვედა საცვლებიც კი უპატარავდება და გადასაგები ხდება ზარცი. დიახ. ეს უნდა ვაჩუქო ჩემს მაკაცს. ის არის ესეთი გამხდარი. ეს ჩემი მშვენიერი. მაისურები კაცო. მაისურები და სულ ყველა პატარა. ზოლიანი მაისურების ის ხო მაქვს მე კოლექცია. ეს მშვენიერი კაბა, მაგრამ თქვენ კარგად იცით რატომაც არ ვიცვამ. რაღაცა არა ჩანს და აბა კაი ახლა ნეტა სად არის? ნეტა. აი ესეთი პერანგი. ეს არის დასიკოს პერანგი, როგორც დაუპატარავდა და უფრო დიდი ზომა იპოვა, მეორეში ზუსტად ესეთი, ზუსტად ესეთი. ფერი, ფორმა, უბრალოდ დიდი ზომა. და იყიდა რა თქმა უნდა. სულ ფიქრობდიო და უფრო შემახვედრაო. ასეთივე დიდი ზომა. შეხვდა. ხილად იყავით ოცნებებთან, ოცნებები სრულდება. ჩემი პერანგები როგორ მიყვარს. როდის მექნება ამ მათი საკიდი, რომ ლამაზად ჩამოვკიდო და მქონდეს
მზადყოფნაში რომ აიღოს ადამიანმა და ჩაიცვას პირდაპირ. ან კიდევ როდის ვიქნები მასეთი წონა. ასეთი კომბინეზონები მე მიყვარს, ძალიან მიყვარს ხალხო კომბინეზონები, ვიჟდები. ეს არის შარვალი. ესეც უნდა გავაჩუქოთ. ჩემი მეუღლის შარვალია. როგორ მოხვდა საერთოდ აქ სულ შემთხვევით. სულ შემთხვევით ეს რა არის? ეს არის ქვედა ბოლო. ქვედა ბოლოა. ხოდა იყოს. ცით ზოგი ძალიან ბევრი ვიცი მე. როცხელა შარვალს ვერ ვიცნობ მე პირიქით. რა გინდა? ჩამოიფერთხე ეს თვირპირი. მაიმუნოში. ყოვლად მაკაკავ. მოიცა, არაფერი გააფუჭო აქ. არაფერი გააფუჭო. ესეც გავაჩუქოთ ბუბუ. ჭკვიანად. ეს არის ნამდვილი პუმა. ესეც გავაჩუქოთ. იცით რა ვიცი რა ეგეთი რამდენიმე მაქვს. და ისიც კი ზედმეტია ჩემთვის. ეს არის ძალიან ლამაზი იუბკა, ქვედა ბოლო. ბუბუ ჩარ. ჯიბებით და რამე. ყოველთვის კარგია, როცა ადამიანს აქვს ესეთი მარტივი შავი ქვედა ბოლო. გაჩერდი. კვლავ ზოლიანი ზედები. სხვადასხვა სეზონებით მოუკლებს ძელსახელოები. დაიკიდე. ეს სხვადასხვა არის იუპოჭკა. ეს არის იუპოჭკა. იუპოჭკა კი არა, სარაფნათაც შეიძლება ამის ჩაცმა. ამოვიღოთ სახლში რა თქმა უნდა. სულ ახალია, ერთხელაც არ მისმია. აი არც ერთხელ. ეს რა არის? ხო, ეს ძალიან ლამაზი კაბაა. ბოტასზე ჩასაცმელი კაბაა. გადაირია პირდაპირ ეს ჩემი ძაღლი. ეს რა კაი ამბავია აქ. რა კარგი ამბავია აქ. ეს მაისურები, რომლებიც ამ ეტაპზე პატარაა. ესეც ვაჩუქოთ ჩემ ძმაკაც. სულსაღოც ჩამჩენია ჯიბეში. ერთი მყავს, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩემი სპორტული ჩასაცმელი და ის უბრალოდ ძალიან მაღალია, ხელებიც გრძელი აქვს. ჩემი ქმრისა დიდი აქვს ხოლმე კისერში და მეორე ზუსტად ჩემი სიმაღლეა და ზედ ექნება კოხტად. აი ერთი რაღაცა ვიპოვე ხალხო, ვიპოვნე. ქუჩხეჩიციან ვერ ვიპოვნე. ძველმა ხალხმა იცის რა თქმა უნდა. აი ასე. ეს არის ჩემო კომბინეზონი. საზაფხულო, მოკლედ საზაფხულო სარაფანი კაბა შარვალია. აი ასეთი. რომელიც იქნება კეტებზე და ქოშებზე ამ ზაფხულს მისწრება. აი შარვალიც ვიპოვე, როგორ გამეხარდა. იმასაც ვფიქრობდი, მეთქი დედას ვარ ვაჩუქეთ ხო და არაო დედა, მითხრა ჩემ ზარგი ჩუქებიო. თორე დაგიბრუნებით. ძალიან ბევრი რაღაცა მე დედას გადაულოცე და უკან დამიბრუნა, იმიტომ რომ მე აღარ მქონდა ელემენტარულად ჩასაცმელი. ნახეთ რა ლამაზი ნაიკის შარვალია. ქვემოთ თასმებით.
სულ წინცხალი სავარჯიშოდ ვიყიდე და იმის შემდეგ ალბათ თითზე ჩამოსათვლელ ჯერ ვივარჯიშე. აჰა, აბა კიდევ ნახოთ რა გვაქვს. ასე. აი ეს შარვალი. ეს შარვალი ვიყიდე თქვენთან ერთად. თან ისეთი ფარფარა და დიდია, რომ აშკარად ჩავეტევი ჯერ კიდევ. ჟილეტი, ჯინსის, სავარჯიშო, მაისურები. ნახეთ რა ლამაზია, ონლის მაიკა. ჯინსზე ხო არის მისწრება. ამის დროც მოვა. ბუბუსა, რა შაკეთებს? რასაჟორ მაკეთებ, რა? სხვათა შორის ისა რა ქვია, მე მგონი სამეგრელოდან არავინ არ მეყურებს. შემიხმიანეთ რა. სამეგრელოდან თუ მყევხართ მუდმივი მაყურებლები, მოგიკითხავთ სულ. ხომ არ წვინთესები რომ ჩაუმეგრულებ ხოლმე, აფერ მაგას საწყენი არ არის ნამდვილად. მე საწყენად და შეურაცხყოფის ტონით არ ვამბობ მაგას, უბრალოდ ძალიან მიყვარს. ამას წინათ იცით რა ვნახე? აი ესეთი ის ვნახე რა ქვია, რომ დაგუგლოთ აუცილებლად იპოვით. როგორ თქვა, პროგრამაა ერთგვარი, რომელიც მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. წერია ფრაზა და ეს ფრაზა უნდა თქვა. ანუ ხმოვანი უნდათ რომ ჩაწერონ მეგრულად. ძალიან მომეწონა. მე ხა მასე არ ვიცი მეგრული რომ ფრაზები ჩავწერო და შვილებს შევნახოთ ნამდვილად არა. უკვე იმხელაა ეს ყუთი რომ აი ვეღარ ვეყუდები შიგნით. ეს მაისური, ასეთი ვარდისფერიც მაქვს და მარკ სპენსერის არის. სახშჩასაცმელად ჩვენიერია. აი ეს ტილოს პერანგი. ეს არის მეტად უნდა ჩემ მეუღლეს კიდე. მოდი დავტოვოთ ზემოთ და იქნებ ჩაიცვას თუ არა და კარგი ტილოა. ლამაზად შეიკერება რაღაცა. აჰა, კლავს ელასტიკი სავარჯიშო. ეს ცოტა თუ არ დავხარე და ცოტა თუ არ გადმოვაყირავე. ვეღარ ვიმაშვიდე. ეს არის შესანიშნავი მაისური, აი ეს არის საორსულო შარვალი. ვინ ყავს ახლა ჩვენ ორსული? თანაც ეს ზომაა. შევინახოთ, მეწოდინება რომ აქ არის ვინმეს თუ დაჭირდა. ეს ძალიან ლამაზი მაიკაა, პატარა გული აქვს აქ და თუ არა ლავა წერიან. ჩემი სარეცხის მანქანა გუგუნებს. რამდენჯერმე მაქვს ჩვეულებრივი ბუმბულის ბალიში გარეცხილი სარეცხის მანქანაში და ვაპირებ რომ კიდევ გავრეცხო და ცოტა მეშინია მანქანა არ გამიგვიწოს ბალიშის იმდენად დარდი არ მაქვს. ხო და ეხლა სიცხეები რო წამოვა უნდა დავატრიალო და მასე მოწნულ სკამზე დავდებ აივანზე და იდოს რომ კარგად გამოშრეს. არ მიყვარს რომ მიაქვთ ხოლმე და რომ წეწავენ და პენტავენ, რატო იცით? რა თქმა უნდა განახლებაა და კარგია, მაგრამ ისინი არ რეცხავენ. აი ესე პენტავენ, აფუმფულებენ და ეს მინდა რომ გაირეცხოს, მტვერი მინდა რომ გაუვიდეს. რა ვიცი, მითჩიეთ აბა რა. არც მეტი და არც ნაკლები ამ ტყავის ელასტიკით. თავს ვიწონებდი მე სულ რაღაც რამდენი წლის წინ? 3 წლის წინ. აბა. აქ არის კარდიგანები, ანუ პატარა თხელი ჟაკეტები. ლამაზი ფერია, კაბაა. ფერის გულისთვის ვიღებ. ხოდა ჩემო კარგებო. აი ეს შორტებიც ჩამდიოდა. და
ქუჩაში დავდიოდი, სამსახურში მივდიოდი ხოლმე ამ შორტებით. არა უშავრა როგორც კახელები იტყვიან. მე ამას მივხედავ. აი ეს დავდოთ ზემოთ. ხო და აი ეს შორტები კარგად დავიმახსოვროთ. ჰოლისტერის შორტია. როგორც წერია W33, არ ვიცი რა ზომაა ყოველ შემთხვევაში. აი ესე. მოვირგოთ. ამაგისი დრო როცა მოვა. ეს რა არის? ხა, არ გვინდა. აბა ჩავდოთ ეს ყოველი. კარგია. საჩუქრებიც ვიფორ. ჩემ მეგობრებს აქ უმეტესად ის აქვთ, რა ქვია. თავისი ეზობაღები აქვთ და ჭირდებათ ესეთი რაღაცები, ჩასაცმელი ხა. იმაში კი არ წავლენ. ოსკარებზე და ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე ამით. ბოსტონში ჩაიცმევენ. ასე. ბუბუკა არ გაგიღებ კარებსო, არ გაგიღებო. იახაც იმიტომ რომ შენი უსაქციელო, უჩემოთ არ შეიძლება ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა? უი, ეს რა არის? ეს ძალიან კაი საზაფხულო სარაფანია. მოიცა. აი ასე. ძალიან ლამაზი სწორი ესეთი მაიკა კაბა. ამოვიღოთ ეს არ მახსოვდა. აი ეს არის H&M-ის შორტი. 2023-ის აგვისტოს ბოლო რიცხვები იყო. ბოლო რიცხვები. ბოლოს რო გავიკეთე ლაზერული ეპილაცია დიდ დიღომში. აი ამ შორტით წავედი. იცით რა კარგად მახსოვს? ამ შორტით წავედი. ეს შორტიც დავტოვოთ ზემოთ. დავეტოლოთ ხოლმე. თავს გრძნობ არაჩვეულებრივად, რაც ძილღვიძილის საათები მოიწესრიგე. უფრო ნაკლებ მაწუხებს საკვების დაგვიანება და მთლიანობაში ძალიან კარგად ვარ. ასე რომ ვეცდები არ ავურიო. გამონაკლისების გარეშე როგორ იქნება, მაგრამ რა როგორც არის. ხო და ჩემო კარგებო. რა უნდა მივირთო ახლა მე? გუშინ ადამე დავიზარე და ქათმის ფარშით გავაკეთე ბლინები. დედას მოცემული სოფლის კვერცხით გავაკეთე და პირით გემრიელი და ყვითელი გამოვიდა. რამდენიმე ბლინჩიკს შევიწვავ. და სულ შემთხვევით ნიშა მაქვს აქ ერთი და რა ვიცი მე ყველაფერს იგდებს სხვა რა გზა მაქვს. თაროა კარებით და რაღაცა დამჭერდა გამოვიღედა. რას ხედავ ამას წინათ ნაყიდე დიდი წითელი მანგოები მქონია. ისე კარგად ჩამწიფებულა, ისეთი გემრიელი იყო არაჩვეულებრივი. ძალიან გემრიელად მივირთვით. ტასიკოს კი არ უყვარს. რას ეძახის იცით? ნაძვის ატამს. ცოტა იმისი ფიჭვის სუნდა გემო ხო აქვს. სანამ ყვახია მით უმეტეს მანამდე რაღაც ესეთი უცნაური. ხო და არ მინდა ფიჭვის ატამიო. არ მინდა მეუთხრა ჩვენში. ასე. რამდენიმე ბლინჩიკ შევიწვავ და მანგოს დავადესერტებ. არასოდეს არ გამომიყენებია, არა და რეცეპტებში სულ მოხდება, რომ საკონდიტრო ნაწარმში ძალიან ხშირად იყენებენ მანგოს. მანგოს პიურეს თვითონ და რაში გამოვიყენო, არ ვიცი. მithumetes ეს ტასიკოს რო არ უყარს, თორე ეკლერში კი არა, ტარტალეტის ძირში შეიძლებოდა ჩადება. და დავფიქრე.
ტორტზე მშვენიერი იქნება. ო, ჟელე გამოვა მაგის მშვენიერი, აი წარმოიდგინეთ. მანგოს პიურეს რო დაამატო ჟელატინი. იქნება უგემრიელესი და ძალიან ლამაზი ვიტრინა გამოვა ტორტზე ზემოდან და ისედაც დამოუკიდებელ დესერტაცაც მშვენიერი იქნება დავშვათ ჭიქაში ამ პიალაში. კაი საქმე გამაკეთებინეთ ახლა თქვენ მე. მართლა ძალიან მეზარებოდა ამ ხელა ჭასავით რაღაცაში ჩავეყო და ვიპოვე რაც საპოვნელი იყო. ასე. ესეც ასე. ვეღარ ავტევ მე მგონი ისე კარგად იყო ჯაპრეზილი რომ ეხლა ვეღარ ავტევ ეს შოტები ზემოდან დავდო ის ჩემი ლაზეროთერაპიული წარსული გავიარე კურსების სერტიფიკატიც მაქვს ძალიან კარგ სპეციალისტებთან გავიარე ძალიან სწრაფად ვიპოვე თითქმის ჩემ უბანში თბილისის გულისხმობ სამსახური ფეხით მივდიოდი, ფეხით მოვდიოდი. ესეთი კარგი იყოს. ერთი 10-12,000 ნაბიჯს ვაკეთებდი წადი წამოდიში. ხო და თან მუშაობა რო დავიწყე, ჯერ კიდე ეს იყო ხავერდოვანი შემოდგომა. ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგ გოგოებთან დავიწყე მუშაობა. ახალი, სულ ახალი კორეული აპარატი ჰქონდათ. და ვიკრებდით იმას, რა ქვია, მომხმარებელს ასე ვთქვათ და ნელ-ნელა რაღაცა გამოდიოდა, მაგრამ მე მომიწია წასვლა იტალიაში 3 თვით. ავედი ზამთარში 3 თვით იტალიაში და ასე დამთავრდა ჩემი ლაზეროთერაპისტის კარიერა, თუმცა არ დამთავრდებოდა, იცით, იქვე შემეძლო დავკონტაქტებოდი და ისევ ავეყვანე. შეიძლებოდა სხვაგან მეპოვა რამე, მაგრამ იცით რა, ძალიან ძნელია, აი ვინც აპირებთ დავუშვათ ლაზეროთერაპისტობას. ატკიებს თვალებს და თავს, მართლა. ის გამოსხივება და ის სათვალე უნდა გეკეთოს აუცილებლად, ის სათვალე 100%-ით ვერ გიცავს. არადა უსათვალოდ უფრო ხარისხიანად მუშაობდი მე პირადად. ხო და ნაი რა გითხრათ. ყოჩახ მათ ვინც მუშაობენ, მაგრამ სულ ყველა აღიარებს, რომ კი მოქმედებს, ხედელობაზე მოქმედებს, თვალებზე მოქმედებს, იმაზე ამაზე. ასე რომ აღარ მინდა დავუბრუნდე ვერ ვიტყვი რომ ეს არის ჩემი უსაყვარლესი სამუშაო და არის გამაგის გარეშე არ შემიძლია და ჩემი მოწოდება ვერ ვიტყვი რომ იმ ხელაფული კეთდება რომ ღირს ამ ყველაფრად ვერ ვიტყვი რომ მე არ მიღებს ყოველ შემთხვევაში ხო და არა ჩემთვის საჩემო არ არის ზოგს რა ვიცი არ ტკივა ალბათ თვალი და თავი რა ვიცი რა მივაჩოჩოთ ეს ჩემი მეგობრებისთვის ცალკე გადავდოთ აი ესეთი მოწყობილი მაქვს მე კარატა ახლა ავდგები და იმ ყუთს თავზე გადავაფარებ რომ არ დაიმტვიროს ასე ბატონო აჰა ხოდა ასე და ამგვარად დაგემშვიდობებით შემოკარგება მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ შევხვდებით ისე ხვალ კარგი შაბათი კვირა შეხვედრამდე